თქვენა ხალხო. ასე განერთი სუნი ინდიკაცია რა ხდება არა მეზობელი იყო შემოსული ტელეფონზე და დამარეკინეო და იმან მოზია დეტევა ის ხო მას რაღაცო რაზი დაგიბარე რაღაც სამუშაო მინდა ვიშოვო ჩემთვის პროფესიას მინდა დავეუფლო რამეს აი მზადვარ ეხლა ვეკვეთოთ რამე ახალი პროფესია მინდა ახალი სამუშაო თუ დღესვე ვიშოვით ძალიან კარგი იქნება საქმე მინდა რამე საქმე თუ გინდა ედიკაცია ერთი ორი ნაკოლი გვაქვს ეხლა ჩვენთან ერთად უდაადვიჟენიებ ნან წაგიყვანთ ეხლა რა პონჩი რა შენ 1000-ზე დადგები და ჩვენი მენა შევარდა გვიჟენიებს მოგწევთ თქვენა არ უნდა მოეშვათ მაიმუნობასაც თქვენ უიმე ის საშუალება ილუზიო მასალი ყოფილა რომ ამბობენ ერთი წვეთი ნიკოტინი ცხენს ყლავსო ხედავ შენ ხო მაღლა თან საქმე აბა ვინ რა მოიფიქრეთ მითხარით მე გისმენ მთელი გულის გულით თუ ეგრეა წამოჩერთან ასოფენში ვიჯო სამუშაოს რა გამოვიდეს ან თოხს მოკიდე ხელი ანა ბარსა ხელსაქმისმეტი რა არის ბოლო ნახის გამწესან ეხლა მოკლედ და უსაქმოთა იქ არავინ არ გაგაჩერებს შენ სწორედ ბაღს გამოვეკეცი მიწას გამოვეკეცი თოხს გამოვეკეცი ძროხებს და ნახის და კამეჩებს გამოვეკეცი მე ზუსტად სოფრიდან თუმცა კამეჩებს ვერ გამოვეკეცი მაშინა ბატონო პრეზიდენტო $5,000 გადაიხადე და ავტოინსპექტორის თანამდებობას გიშოვნი კარგად გილსაც გაშოვნინებ ტრასაზე მეტი რა გინდა რა ასამობ ლეო $5,000 რომ მქონდეს ისი რას ვიზამდი ავიყვანდი მარშრუტკას მეგობარს ხაზია დამსვამდა და ვივლიდი და ფულს გავაკეთებდი ედიკაცია იმენა ინგლისური და კომპიუტერი იცი აი ზუსტად ეგ ორი რაღაცა არ ვიცი მეორე რა თქვი მაშინ იმენა ედიკაცია ბიძა ჩემი ავთანდილოვიჩი რა შენებლობაზე მუშაობს პრარაბი კაცია და რაღაცას მოგიხერხებს ნუ თან ისედაც კაი პუნქტია რა მშენებელი რო იქნები და რამენა ედუარდ აღმაშენებელი მაგ ეს ჩემი დედა ვარ სადო მგონი რაღაც გამოვა სადო კარგია, ჩვენიერია. მე მგონი პრობლემა არ უნდა იყოს. საღამოს დაგირეკავთ რაღაცას მოგიჭრეთ. რა ხდება, რაც აღარ ეკავს ეს კაცი? შოინა ჩართე ტელევიზორი, გავიგოთ რა ხდება ქვეყანაზე. შორენა ნახეჭი ბიჯო რა არის ბიჯო უყური ამ სირისიანესა და დღეშიერიან გამოშვებას დავიწყებთ სკანდალური ინფორმაციით ჩვენი დედაქალაქის ახალი კვარტლის მშენებლობიდან. მოგეხსენებათ ამ კვარტლის აშენება სულ რაღაც 2 თვეღა აკლდა. მაგრამ ამ დილით მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, რომელმაც საერთოდ კითხვის ნიშანი დაუსვა ახალი კვარტლის მშენებლობას ჩვენს დედაქალაქში. საქმე იმაშია, რომ დღეს დილით ბოლოდნელად ჩამოინგრა რეკორდულ დროში აშენებული ერთ-ერთი კორპუსის კედელი და თან გაიყოლა მთელი კონსტრუქცია. რის შედეგადაც ნანგრევებში მოექცნენ 32 ადამიანი, 18 მუშა და 14 წვები. ამჟამად აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება, დგინდება ნგრევის მიზეზები და ეძებენ პიროვნებასაც, რომელიც ამაში დამნაშავეა. როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენ შემდგომ გამოშვებებში შეიძლება. ესე იგი მე კედლების დაანგრევა უფრო მეტ ეხება ვიდრე შენება. რამე სხვა უნდა მოგები. ჩუა არავის არ უთხრა.
ეს რას დაგიმგონებია? ეს რას გაბა? ყოფნა, აქ ყოფნა, სად არის? კითხვა არის, არ არის საკითხავია? არის ეს საკითხვა, ყოფნა. თქვენ არაფერი არ გეშურება, თქვენი საშველი არ არის. თქვენ უახლოეს 5 და 10 არა, 20 წელიწადი კიდე არაფერი არ გეშურება. თქვენ ისეთი ძიმე პრობლემები გაქვთ, ამას ვერ ასოდეს ცხოვრებაში, ეს გადაჭრის. თავებს ვერავინ ვერ ასე ვთქვათ გადააჭრის. ალო, თავი ხო არ მოიგო და სხვა. ლაპოჩკა, სადამი ხომალ გაგვესეირნა? დადი აქედან, დადი ტუდულცო. არაფერი არ გამომდის. ისევ ჯობია ქვეყანა მართო. არც ეგ არ გამომდის, მაგრამ მიშვეული ვარ ქემან. წადი თქვენ, აღარ მჭირდებით. მივხედავ როგორ. ქვეყანას თუ არა, ჩემ თავს მაინც მივხედავ.